ძლიერი ქარის გამო ბათუმის აეროპორტის შეფერხებით მუშაობს. გაუქმებულია რამდენიმე რეისი, მგზავრების ნაწილი სასტუმროებში დაბრუნდა. ნაწილი კი ქუთაისში გადაამისამართეს, საიდანაც რამდენიმე რეისის შესრულება მოხერხდა. თამარ დემეტრაშვილი გვერდდება დეტალებით. პირდაპირ ეთერში თამარ გისმენთ. დღესდილიდან პარალიზებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. წინა სახალხო დღეებში სწორედ უამინდობა და ძლიერი ქარი გახდა იმის მიზეზი, რომ აეროპორტი სრულფასოვნად ვერ ახერხებს მოემსახუროს მგზავრებს. რეისების ნაწილი არის გაუქმებული, ნაწილი გადადებული. მხოლოდ 5 ბორტის მიღება მოახერხა დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა. 3 ბორტი კი გადაამისამართეს ქუთაისის აეროპორტში. სწორედ ქუთაისის აეროპორტი მოემსახურება დღეს იმ მგზავრებს, რომლებიც ბათუმში უნდა ჩაფრენილიყვნენ. მგზავრები ამბობენ, რომ ავიაკომპანიებმა ისინი უზრუნველყვეს როგორც გადაადგილებით, ისე სასტუმროს ნომრებით და ამინდის გაუმჯობესებამდე მგზავრები, რომლებმაც დღეს ვერ მოახერხეს ბათუმიდან გაფრენა, რამდენიმე დღე კიდევ დარჩებიან ბათუმში. ჩვენ ბათუმში ახალი წლის შესახვედრად ჩამოვედით, უკან ვიფრინავდით, თუმცა ცუდი ამინდის გამო რეისები გაუქმებულია. ავიაკომპანიამ სასტუმროს ნომრები გამოგვიყო. კიდევ ერთ დღეს გავატარებთ აქ. რეისები შეწყვეტილია უამინდობის გამო, სახლში უბრუნდებოდით, თუმცა კიდევ ერთი ღამის გატარება მოგვიწევს ბათუმში. რაც შეეხება გაუქმებულ რეისებს, სულ არის 4 რეისი გაუქმებული, 3 ბორტი უნდა გამოფრენილიყო სტამბოლის აეროპორტიდან, 1 თელ-ავივიდან, თუმცა არც ერთი ეს ბორტი საქართველოს მიმართულებით საერთოდ არ გამოფრენილა. როგორც ბათუმის აეროპორტის მმართველმა კომპანიამ ტავმა გვითხრა, თავად ავიაკომპანიები უზრუნველყოფენ მოლაპარაკებებს მგზავრებთან, რომლებიც ამ რეისებით უნდა ჩამოფრენილიყვნენ ბათუმში და ისინი უზრუნველყოფენ როგორც ამ მგზავრების მოგვიანებით გამგზავრებას, ისევე იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც ამ უამინდობის გამო ამ მგზავრებს მიადგაცა.